თავი მიათე. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს. გაიკეთე 2 ვერცხლის საყვირი. ჭედური გააკეთე ისინი. საზოგადოების შესაკრება და ბანაკების ასაყრელად ჰქონდეს. დააყვირებენ და შენთან შეიკრება მთელი საზოგადოება, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან. როცა ერთხელ დააყვირებენ, შეიკრებიან შენთან თავკაცები, ისრაელიანთა 1000-ის თავები. დააყვირებენ საგანგაშოს და დაიძრებიან ბანაკები, აღმოსავლეთით დაბანაკებულნი. მეორედ დააყვირებენ საგანგაშოს და დაიძრებიან ბანაკები, სამხრეთით დაბანაკებულნი. მათი დაძვრისათვის საგანგაშო დააყვირონ. საზოგადოების შესაყრელადაც დააყვირე, ოღონდ არა საგანგაშო. აარონის შვილებმა მღვდლებმა უნდა დააყვირონ საყვირებს. ეს იყო სამარადისო წესი თქვენს თაობებში. როცა გახვალ თქვენს ქვეყანაში მომხდურ მტერთან საბრძოლველად, ასტეხეთ განგაშის საყვირებით და გახსენებული იქნებით უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე და გადაურჩებით თქვენს მტრებს. სიხარულის დღეებში, დღესასწაულებზე და ახალ მთავრობისას, როცა ახსავლენ და სამადლობელ მსხვერპლს წირავთ, დააყვირეთ საყვირებს. თქვენს გასახსენებლად იქნება ეს თქვენი ღმერთის წინაშე. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. მეორე წლის მეორე თვეს, თვის მე-20 დღეს ასწილდა ღრუბელი მოწმობის სავანეს. დაიძრნენ ისრაელიანები სამგზავროდ სინაის უდაბნოდან და დადგა ღრუბელი ფარანის უდაბნოში. დაიძრნენ პირველად უფლის ბრძანებისამებრ მოსეს წინამძღოლობით. იუდიანთა ბანაკის დროშა დაიძრა პირველად მათი ლაშქრების დამიხედვით. ლაშქარს სათავეში ედგა ნახშონ ყამინადაბისძე. ისაქარიანთა შტოს ლაშქარს სათავეში ედგა ნათანიელ ცუყარისძე. ზებულონიანთა შტოს ლაშქარს სათავეში ედგა ელიაბ ხელონისძე. დაშალეს სავანე და დაიძრნენ გერშონიანები და მერარიანები, სავანის მზიდველნი. დაიძრა რეუბენის ბანაკის დროშა მათი ლაშქრების დამიხედვით. ის ლაშქარს სათავეში ედგა ელიცურ შედეურისძე. სიმონიანთა შტოს ლაშქარს სათავეში ედგა შელუმიელ ცურაშადისძე. გადიანთა შტოს ლაშქარს სათავეში ედგა ელიასაფ რეღუელისძე. დაიძრნენ კეჰათელები, საწმიდარის მზიდველნი. სავანე მათ მოსვლამდე იყო აღმართული. დაიძრა ეფრემიანთა ბანაკის დროშა მათი ლაშქრების დამიხედვით. ლაშქარს სათავეში ედგა ელიშამა აბიჰუდისძე. მენაშიანთა შტოს ლაშქარს სათავეში ედგა გამარიელ ფედაცურისძე. ბენიამინთა შტოს ლაშქარს სათავეში ედგა აბიდან გედეონისძე. დაიძრა დანიანთა ბანაკის დროშა ყველა ბანაკის ჩამკეტად მათი ლაშქრების დამიხედვით. ლაშქარს სათავეში ედგა ახიეზერ ყამიშადისძე. აშერიანთა შტოს ლაშქარს სათავეში ედგა ფაგიელ ყაქრანისძე. ნაფთალიანთა შტოს ლაშქარს სათავეში ედგა ახირაყ ყენანისძე. ასეთი იყო ისრაელიანთა სულის რიგი მათი ლაშქრების დამიხედვით. ასე დაიძრნენ ისინი. უთხრა მოსემ ხობავს, რეღუელ მიდიანელის მოსეს სიმამრის ძეს. მივემართებით იმ ადგილისკენ, რომელზედაც გვითხრა უფალმა, თქვენ გაძლევთო მას. წამოყვავი და სიკეთეს გწევთ, რადგან სიკეთე უბრძანებია უფალს ისრაელზე. მიგო, ვერ წამოვალ, რადგან ჩემს ქვეყანაში, ჩემს სამშობლოში მივდივარ. უთხრა, ნუ დაგვტოვებ, რადგან შენიცი ჩვენი ცხოვრება უდაბნოში და თვალი იქნები ჩვენთვის. თუ წამოყვები, თქვენს გაზიარებთ იმ სიკეთეს, რასაც მოგმადლებს ღმერთი. იარეს უფლის მთიდან 3 დღის სავალზე და უფლის აღთქმის კიდობანი მათ წინ მიდიოდა 3 დღის სავალზე, რათა ეჩვენებინა მათთვის დასავანებელი ადგილი. უფლის ღრუბელი იყო მათზე დღისით, როცა ისინი ბანაკიდან დაიძრნენ. როცა დაიძრებოდა კიდობანი, იტყოდა მოსე, აღიმართე უფალო და გაიფანტებიან შენი მტრები, გაიქცევიან შენი პირისაგან შენი მოძულენი. დავანებისას იტყოდა, დაბრუნდი უფალო, ისრაელის ბევრ ათასეულთან.